ამამისათა და დისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ დღევანდელ დღეს, გილოცავთ პარაკლისის აღსრულება, შეგვეციოს ყველას წმინდა დიდმოწამე გიორგი, შეგვეციოს იოანე ნათლისმცემელი და შეგვეციოს დღევანდელ დღეს მოხსენიებული ყველა წმინდანი. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენებს კლიმენტი ეპისკოპოსს, ესე იგი ეს არის ადამიანი, რომელიც მოღვაწეობს მე-3 საუკუნეში, იგი ამ კვირიაში დაიბადა 258 წელს. მამა წარმართი იყო, დედა კეთილმორწმუნე ქრისტიანი და იგი ადრე დაობლდება და მსახური ქალი, ასე ვთქვათ, კეთილმორწმუნე მსახური ქალი სოფია აიღებს მასზე მზრუნველობას და მის ხელში იზრდება პატარა კლიმენტი და ეს ადამიანი წმინდა სოფიო გამოირჩეოდა მოწყალებით იმ მხრივ, რომ გალატიაში, როდესაც შიმშილი ჩამოვარდა, მშობლები ბავშვებს ყრიდნენ, რომ აპურებდნენ ბავშვებს ყრიდნენ ისე უმეთვალყურეოდ, ასე რომ თქვა და ეს ადამიანი სოფიო ამ ბავშვებს იფარებდა, აპურებდა, აცმევდა და ესე ზრუნავდა მათზე და კლიმენტიც ამ ყველაფერში მას ეხმარებოდა და პლუს ამას იმდენად ისეთი განათლებული ადამიანი იყო. თავიდანვე განისწავლებდა ქრისტიანულ სარწმუნოებაში, რომ ამ ბავშვებს ამზადებდა ნათლისღებისთვის. განსწავლიდა ქრისტიანობაში და ნათლისღებისთვის ამზადებდა. და ამ ღვთისმსათნო ცხოვრებიდან გამომდინარე და მის სიწმინდიდან გამომდინარე, იგი უკვე 18 წლის აკურთხეს ხუცესად და მალე 20 წლის იყო, რომ უკვე ეპისკოპოსი გახდა ანკვირიის. ეს არის დიოკლეტიანეს მეფობის პერიოდი, იმპერატორობის პერიოდი და როდესაც იმპერიაში დაიწყო ქრისტიანთა დევნა, რა თქმა უნდა, წმინდა კლიმენტიც შეიპყრეს და ის წარადგინეს მმართველის წინაშე, მაშინდელი გალატიის მმართველის წინაშე და საკმაოდ ისეთი დიდი ტანჯვა გამოიარა მას და ტანს უსერავდნენ ბასრის საგნით და დანით, מחვილით, ასე ვთქვათ და ძალიან ისეთ ბორბალზე ატრიალებდნენ, ძალიან დიდ სატანჯველებს გადიოდა, მაგრამ ყოველთვის ხდებოდა სასწაული, იგი ღმერთი კურნავდა მას და არ ეტყობოდა საერთოდ, ასე ვთქვათ, ნაწამები, საერთოდ არაფერი არ ეტყობოდა, შრამები იქნებოდა თუ რაც იქნებოდა, ეს ნაიარევი არ ეტყობოდა და რომ ნახა გალატიის მმართველმა, რომ ვერაფერს ვერ აკლდა, გააგზავნა უკვე დიოკლეტიანესთან და მანაც, რა თქმა უნდა, ვერ შეატყვა ამ ადამიანს წამების ვერანაირი კვალი, ბრძანა ხელახლა მის წამება და გამოკეტა საპრობილეში. იქაც წმინდა კლიმენტი თავის, ასე ვთქვათ, სულიერ მოღვაწეობას არ ეშვებოდა და პატიმრებიც კი, რომელიც იქ იჯდნენ მაშინ, მასთან მიდიოდნენ, იკურნებოდნენ და მცირე ეკლესია ჩამოაყალიბა იქაც და ამ ყველაფრის გამგონე იმპერატორი, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, განრისდა და ის წამებით ისევ აწამა და გადაასახლა ისევ ანკვირიაში თავის ქალაქში დააბრუნა, იქაც დიდი წამება შეხვდა წმინდა კლიმენტის და საგულისხმოა ის ფაქტი, რომ როდესაც მას ასახლებდნენ გემზე რო ადიოდა, მას ციხიდან გამოყვა მისი მოწაფე, რომელიც იქვე დაემოწაფა, წმინდა აგათანგელოზი, მისი ხსენება ასევე დღეს აღასრულებს წმინდა ეკლესია და მისი სურვილი იყო, რომ წმინდა კლიმენტისთან ერთად, ასე ვთქვათ, მოწამეობრივად აღსრულებულიყო და ის მასთან ერთად ადის გემზე, მასთან ერთად მოდიან ანკვირიაში და მასთან ერთად გადის იმ ყველა სატანჯველს, რასაც მათ ამთხოვდნენ და საბოლოო ჯამში ხდება ისე, რომ წმინდა აგათანგელოზს თავს მოკვეთავენ, მაგრამ წმინდა კლიმენტის გამოცხადებით ეუწყება, რომ ჯერ არ გავიდოდა ამ ქვეყნად და საბოლოო ჯამში ხდება ისე, რომ ის თავის მოწამეობრივ სიკვდილს იწინასწარმეტყველებს და მას წმინდა ლიტურგიის დროს თავს მოკვეთავენ და ამ ასეთი მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულება ის ღვთის წინაშე, ღმერთმა მისი ლოცვით შეგვიწყალოს, დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, დაიფაროს ჩვენი დედა ეკლესია. დღევანდელ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, როგორც წესი, ღვთის სიყვარულზე და მოყვას სიყვარულზე, იმიტომ რომ ამ ორ, ასე ვთქვათ, ცნებაზე დგას მთელი ქრისტიანული ჯული და აი დღევანდელ საკითხავშიც სვინაქსარში არის მოხსენიებული დღევანდელ დღის მოხსენება წმინდა ეპისკოპოსი პავლინე მოწყალე. და მის შესახებ არის, ასე ვთქვათ, დღევანდელი დღის სვინაქსარში ასეთი ძალიან კარგი დეტალი მისი ცხოვრებიდან. პირველ რიგში გეტყვით, რომ ის არის ამ საფრანგეთის ტერიტორიაზე დაიბადა ბორდოში და იმდენად განსწავლული ოჯახში დადებოდა, თვითონაც საკმაოდ ისეთი განათლებული ადამიანი იყო, რომ 20 წლის უკვე აირჩიეს სენატორად რომში, შემდეგ კონსულად და შემდეგ იტალიის ერთ-ერთი ქალაქი არის კამპანია და იმის გუბერნატორად დანიშნეს და 25 წლიდან მის და მისი მეუღლე მოიქცევიან ქრისტიანულ სარწმუნოებაზე
და აი ამის შემდეგ სრულიად იცვლება მის ცხოვრება, ასე ვთქვათ, საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო და ყველაფერს ყიდის და ყველაფერს ახმარს გაჭირვებულებს. რა თქმა უნდა, გარშემოყოფები ამის გამო სიმბოლოდ განეწყვეტ მის წინაშე, მაგრამ მან არ დაანება ამ ყველაფერს თავი, ასე ვთქვათ და უდრო ცხოვრების მიზნით გადავიდა ესპანეთის ერთ-ერთ დღევანდელი ბარსელონას ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, იქ დამკვიდრდა საცხოვრებლად. და ერთ-ერთი შემოსევის დროს, როდესაც ვანდალები შემოისინენ იტალიას, საკმაოდ ბევრი ტყვე წაიყვანეს აფრიკაში და აი საეკლესიო ეპისკოპოსათაც დაასხეს მალევე ხელი ნოლანის ეპისკოპოსად წმინდა პაულინეს და აი საეკლესიო ქონებას რაც ჰქონდა, ყველაფერს ახმარდა ტყვეების გამოსყიდვას. და ერთ-ერთი აი როგორც მოგახსენეთ წეღანს, ვინ აქვს არში ესეთი ფაქტია მისი ცხოვრებიდან, რომ ერთ-ერთი ქვრივი ქალი მიდის მასთან, რომელსაც შვილი დაუთხოვეს ამ ვანდალებმა და თხოვა რომ დახმარებოდა წმინდა პაულინე ამ შვილის დახსნაში და აღმოჩნდა ისე რომ იმდენად ბევრი ტყვე ყავდა გამოხსნილი და საერთოდ აღარაფერი აღარ ქონდა დარჩენილი თავისი ქონებიდან და აი უთხრა რომ ღვთისწინაშე გეუბნები ამ ადამიანს ეუბნება ამ ქალს რომ ღვთისწინაშე გეუბნები რომ არაფერი აღარ დამრჩა მაგრამ მე შემიძლია ისეთ რაღაც გავაკეთო რომ მე წავალ და თქვენი შვილის ნაცვლად მე დავუშვები ტყვეთ და მას გამოვიხსნიო და თავიდან ეგონა ამ ქალს რომ რაღაცა ეხუმრებოდა ეს მაგრამ საბოლოო ჯამში დაარწმუნა ამ ყველაფერში წავიდნენ ამ ვანდალების მმართველის სიძესთან ასე ვთქვათ ვისთანაც მისი შვილი მუშაობდა ტყვეთ და მოხდა ისე რომ შვილი გაათავისუფლეს და წმინდა პაულინე დარჩა იქ რა ბოსტანში დაიწყო მუშაობა ეპისკოპოსმა კაცმა და მოხდა ერთხელ ესეთი რაღაცა რომ ეს ადამიანი ვისთანაც ის მსახურობდა ბოსტანში აპირებდა სადღაც წასვლას და წმინდა პაულინეს თხოვნით არ წავიდა იმიტომ რომ პაულინე უთხრა რომ ჯობდა დარჩენილიყო ვინაიდან სამეფო ტახტი უნდა დაეცვა იმიტომ რომ მისი სიმამრი ასე ვთქვათ ჩამოგდებას აპირებდნენ და ეს მეფის ყურამდე რომ მივიდა ეს ყველაფერი მან დაიბარა ნოლა ეს პაულინე თავისთან და ეს რაღაცას უბნება რომ ეს კაცი მართალი იმიტომ რომ მასაც როგორც აღმოჩნდა სიზმრისეული ჩვენება ჰქონდა რომ თავისი სამსჯავრო მე ჩემი სამსჯავრო ვიხილევ და ეს ადამიანიო იყო შემოსილიო ყველაზე ესე დიდულად რა ყველაზე მაღლა იდგა ასე ვთქვათ წოდებითო და ეს არ არის უბრალო ადამიანი და დაავალებს თავის სიძეს რომ გამოიკითხოს თუ ვინ არის და საბოლოო ჯამში დიდი თხოვნის დიდი მუდარის შემდეგ ეს ადამიანი გაამხელს იმას რომ რეალურად ის არის მღვდელმთავარი და იმის გამო რომ ადამიანმა თხოვა მის შვილის ნაცვლად დარჩა ტყვეობაში აი ეს არის მაგალითი ცოტა რთული შესასრულებელი ალბათ დღევანდელი ჩვენი გადმოსახედიდან მოყვასის სიყვარული ალბათ მწვერვალი არის რაც წმინდა პაულინემ გააკეთა და რა თქმა უნდა ჩვენ შეიძლება ასე ვერ მოვიქცეთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი ასე ვთქვათ შესაძლებლობიდან გამომდინარე ყოველთვის უნდა იყოს ჩვენს გულში მოყვასის სიყვარული და აქედან ღმერთის სიყვარული და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ჩვენი მოყვასის სიყვარულიც და მოყვასში გულისხმება როგორც მოგეხსენებათ ყველა აბსოლუტურად არა მარტო შინაური მეზობელი თუ ნათესავი არამედ ყველა იმიტომ რომ ყველა არის ღვთის ქმნილება და ყველა არის ღვთის შვილი ამიტომ ღმერთმა გაგვაძლიეროს ღვთის სიყვარულში ღმერთმა გაგვაძლიეროს მოყვასის სიყვარულში შეგვეწიოს დღევანდელ დღეს მოხსენებული წმინდანები და მათი ლოცვით და მეუხებით ღმერთმა მოგცეს მშვიდობა ჩვენთან არის ღმერთი